თბილისიდან სულ რაღაც 9 საათის გზაზე კიკეთის ულამაზეს ეკოლოგიურად ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მდებარეობს სკოლა, რომელიც გამორჩეულია თავისი ღირებულებებით, მიდგომითა და განათლების მრავალფეროვანი სისტემით. ეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელია, რომელიც ბავშვებს როგორც აკადემიურ ცოდნას, ისე პრაქტიკულ, სულიერ და სპორტულ განვითარებას თავაზობს. მრავალფეროვანი სპორტული პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთოთ ისეთ სახეობებში, როგორიცაა ფეხბურთი, კარატე, რაგბი, ცურვა, ბალეტი, რიტმიკა და ფრენბურთი. სკოლა წლებია ქმნის ამ გარემოს, სადაც ქართული ტრადიციები და თანამედროვე განათლება ჰარმონიულად ეწყვეს ერთმანეთს. აქ მოსწავლეები მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ იღებენ, ისინი ერთვებიან არაერთ საინტერესო აქტივობაში. აი, კერძოდ, თავად ამზადებენ პურს, მუშაობენ ხეზე, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, მონაწილეობას იღებენ სასულიერო ცხოვრებაში და ამავდროულად უმაღლეს აკადემიურ შედეგებსაც აღწევენ. სწორედ ამ განსაკუთრებული გარემოსა და მიდგომების შესახებ დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან მოგიყვებით. ნანა, შენ ყოველი დილა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში არა ზარის ხმაზე, არამედ სიჩუმეში, ტაძარში, დილის ლოცვით იწყება. სკოლის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ სულიერებაზეა დაფუძნებული. ბავშვები აქ არა მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ ყოველდღიურად სწავლობენ მადლიერებას, თავმდაბლობას, ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას. თბილისის ხმაურისგან მოშორებით, კიკეთის ულამაზეს და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, ყველაფერია იმისთვის, რომ მოსწავლეები განათლებულ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ზორდი, სვენა, დილამშვიდობისა! ბავშვს სჭირდება დაცვა, სისუფთავე და ზრუნვა. სკოლა, რომელიც შეიქმნა მისი უწმინდესობის კურთხევით, ასეთია. აქ არის ალპიური ჰაერი. ამის გამო 3-4 ნაკლებია ბავშვების გრიპიანობა და დაავადება ვიდრე თბილისურ სკოლებში, ხო? თვალის ჯანმრთელობა, იმიტომ რომ არ ებჯინება მთელი დღე თვალი კედელს და ებჯინება სივრცეს, თვალის კუნთი ვარჯიშობს და ოფთალმოლოგები იყვნენ ამოსულები და თქვენ რომ თქვენ ბავშვებს სკოლაში უკეთესი მხედველობა აქვთ ვიდრე ქალაქში მყოფ ბავშვებს. ლოცვა მთავარია, მაგითი ვიწყებთ, ღმერთს მადლობას ვეუბნებით და მერე ვარჯიშობთ, ხო? მაგრამ მერე სპორტი გვაქვს. მერე შრომა, აი ფიზიკური. ოღონდ ისეთი კი არა აბსტრაქტული, არამედ ნაღდი. აი პური გვინდა ვაცხობთ, ყველი გვჭირდება ვაკეთებთ, სკოლის დაალაგებაა საჭირო ვაკეთებთ ერთად. და მშობლებსაც ვთხოვთ, რომ თვეში ერთხელ მიიღონ მონაწილეობა. სასწავლებელში განათლება 4 ძირითად მიმართულებას ეფუძნება. აკადემიური სწავლება, სასულიერო აღზრდა, სპორტული განვითარება და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გაძლიერება. მოსწავლეები თავად აცხობენ პურს, მუშაობენ ხეზე, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, რაც მათ შრომის ფასს და ცხოვრებისადმი შემოქმედებით მიდგომას ასწავლის. ჩვენ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან მიმართულება არის სახელობო. მუშაობთ თექაზე, ამოყავთ ყველი, ვაკეთებთ ხის გამოზიდვებს სხვადასხვა ნაკეთობებს, ვაცხობთ ნამცხვებს, რომელიც სამხარზე მერე მთელი სკოლა მივიწვევთ და ასევე ამოყავს პური, რომელიც ჩემთვის ალბათ ჩემთვის და ზოგადად ალბათ ყოველი მოსწავლისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია და შედეგი, რომელთაც მე ყველა ვამაყობთ, როდესაც ჩვენი ხელით ვეგმომზადებულ რაღაცებს მივიცვევთ. ჩვენი სკოლა არა მარტო საბაზო საგნებს აქცევს ყურადღებას, არამედ ისეთ კომპლექსურ და ცხოვრებაში გამოსადეგ საკითხებს, როგორიც არის ფინანსური მათემატიკა მაგალითად, როგორც არის რთული საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა და ძალიან შემეცნებითი და საინტერესო აქტივობები არის, ისედაც ძალიან დიდ განათლებას ვიღებთ და ძალიან დიდ გამოცდილებას. სპორტის მრავალფეროვანი მიმართულებები კი არა მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას, არამედ თანადგომის, ნებისყოფისა და გუნდურობის გამომუშავებას ემსახურება. ჩვენ სკოლაში ტარდება შიდა სასკოლო შეჯიბრებები კლასებს შორის, როგორც ფრენბურთში, ასევე ფეხბურთში, ასევე ამხანაგური მატჩები სხვა სკოლებთან
და ამ ხანაგური მატჩების გარდა ჩვენი ფრენბურთის და ფეხბურთის გუნდები იღებენ მონაწილეობას სასკოლო ლიგაში, სადაც ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეულ მოსწავლეს. აქ დავალებებს ადგილზევე ამზადებენ. დამატებითი გაკვეთილები ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ინიშნება, ხოლო აბიტურიენტები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით აბარებენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენ საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს თავაზობთ სააბიტურო კურსს უკვე მე-11-მე-12 კლასელებს. და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ეს კურსი, რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. აი, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოსწავლეს ის რაც პირველ ნომრად აქვს შემოხაზული, იქ არ ჩაებარებინოს და ვიღებთ 100%-იან გრანტებს, 70%-იანს, 50%-იანს. აი, ნაკლები არც ქონია ჯერ. ამ სკოლაში მოსწავლეების შექმნილია იდეალური გარემო, რათა გატარებული დრო იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული. ამას ერთად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში პერსონალურად მოვემზადოთ და ვიმუშაოთ პედაგოგებთან, რაც მე როგორც აბიტურიენტს მეხმარება სკოლის გარეთ დამატებითი რეპეტიტორების გარეშე მოვემზადო ეროვნული გამოცდებისთვის. სანამ დავიწყებდით ვეფხისტყაოსნის შესწავლას, დაინტერესების მიზნით ბავშვებს შევთავაზე გაგვეკეთებინა ამ წიგნის ხელნაწერი ვერსია. პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასელების უმრავლესობა. თვითონ პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ვიღაცა ხატავდა, ვიღაცა წერდა, ვიღაცა ფურცელს ხაზავდა, ვიღაცა აფორმებდა ამას ყველაფერს. მთელი სკოლა ერთად ვიყავით ამ პროექტში ჩართული, თითქმის ყველა მიიღო მონაწილეობა და ძალიან მომწონდა, რომ ყველა მსჯელობდით, როგორი სტილის ილუსტრაციები გაგვეკეთებინა, როგორ გადაგვეწერა, შემდეგ წიგნი როგორ მოგვერთა და მე თავად წიგნის გადაწერაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ჩემთვის მართლა დაუვიწყარი გამოცდილება. ყველა მოსწავლეს უყვარს ერთმანეთი და უხარიათ ერთმანეთის დანახვა. ამის დასტური არის ისიც, რომ ჩვენი ყოფილი კურსდამთავრებულებს, როგორც კი გაუჩნდებათ ყოფილ კურსდამთავრებულებს თავისუფალი დრო, ამოდიან ჩვენ სკოლაში და უზიარებენ თავის გამოცდილებას ჩვენ მოსწავლეებს და ყველა ღონისძიებებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას. წელს მე-16 წელი გვაქვს აკადემიური. ამ სკოლის კურსდამთავრებულებს უკვე შვილები ყავთ. და ველოდებით შემდეგი თაობის მოყვანას აქ და ვედნიერები ვართ ამით. ეს არის სკოლა, სადაც განათლება ცოდნაზე გაცილებით მეტია. მთავარი მიზანი კი არამხოლოდ კარგი პროფესიონალების, არამედ ღირსეული პიროვნებების აღზრდაა. პატივისცემით, რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით.